გამარჯობა. თქვენ დავკავშირდით საქართველოს პროკურატურის ცხელხაზს. გთხოვთ დაელოდოთ ოპერატორს. გაცნობებთ, რომ მონიტორინგის მიზნით თქვენი საუბარი ოპერატორთან იწერება. თუ არ გსურთ საუბრის ჩაწერა, გთხოვთ გათიშოთ კავშირი ხმოვან სიგნალამდე და გამოიყენოთ ინფორმაციის მიღების ალტერნატიული საშუალებები. გენერალური ინსპექცია პროკურატურის? გენერალური პროკურატურის ცხელი ხაზია. ცხელი ხაზი? მე მორეს კურტანიძე ვარ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. მრავალგზის მოგმართეთ, წერილობითაც მოგმართეთ გენ ინსპექციას და აგერ 900 ჯერ დაგირეკეთ აპრილის 1 რიცხვიდან მოგმართავთ. მოხდა ტრანსნაციონალური დანაშაული, პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი და გამომძიებელი ზაურ ზურაშვილი კორუფციულ გარიგებაში არიან მხარესთან, კომპანიასთან. კომპანია წარმოადგენს რეალურად სახელმწიფოს, იმიტომ რომ სახელმწიფო კურირებს ამ კომპანიას. ანუ შეპესე კომპანია, მაგრამ რეალურად სახელმწიფო კურირებს, სახელმწიფო აკეთებს ფულს, სახელმწიფომ გამძარცვა, ვარ დაზარალებულად ცნობილი, რეაგირება არ ხდება, კორუფციულ გარიგებაშია პროკურორიც და გამომძიებელი ზაურ ზურაშვილიც. მე მოვითხოვ რეაგირებას 950 ჯერ რეაგირებას არ ახდენთ. რა ვქნა, დავიწყო გასაჯაროება სისხლის სამართლის საქმის მასალების, როგორ მოვიქცე. პროკურორმა დამბლოკა, დისტანცირდა საქმიდან უკვე მრავალი თვეა, იმალება, დაზარალებული სტატუსი მაქვს, მაგრამ რეალურად რეაგირება არ ხდება საერთოდ ჩემი უფლებების ხელყოფა, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ როგორც დაზარალებული ჩემი ინტერესები დაიცვას. გესმით და მოვითხოვ უბრალოდ სად მიდის ჩემი განცხადებები, რას აკეთებთ, გამძარცვეთ აგერ, მომპარეთ ფული $8000 არ შეგარჩენთ. თქვენ შვილიშვილებს, შვილთაშვილებს, თქვენს მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს ყველას გადავწვდები. ვერ დამემალებით ვერსად, სანამ არ დამიჭერთ და სანამ არა უბრალოდ არ მოგეშვებით რა. რეაგირებას ვითხოვთ, რატო რეაგირებას არ ახდენთ? გენ ინსპექციას მივმართე, პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, განცხადება დაეწერა 13 მაისს, განცხადება დაეწერა ვინმე გამომძიებელ ნინო რაგვარია კალანდიას, არც იქიდან პასუხი, არც აი საერთოდ ხმას არ იღებს არავინ. უკვე მეორე თვე სრულდება. და ბოლო-ბოლო რა ხდება გამაგებინეთ. ანუ სახელმწიფო გადავიდა ესე რიგით მოქალაქეებს, ესე რეკეტიორული გზით ესე ართმევს ფულებს. ეს არის ჩვეულებრივი რეკეტიორობა. თან გადასულია ტრანზაქცია განხორციელდა უცხოურ პლატფორმაზე, უცხო ქვეყნის. ეს ხო წარმოადგენს ტრანსნაციონალურ დანაშაულს. სახელმწიფომ ხო იკისრა ვალდებულება საერთაშორისო დონეზე, რომ შეატყობინოს ინტერპოლს, ევროპოლს, როცა ესე არალეგალურად, არაავტორიზებულად ღირე ფული გადადის სადღაც გაურკვეველ მისამართზე. რატო არავინ არ რეაგირებს? გამაგებინეთ პასუხი ერთი მითხარით. ამდენი ხანია უკვე ხმაზე გიცნობთ. გირეკავთ, გელაპარაკებით, ხან თქვენ ხართ, ხან ვიღაცა გოგო. ერთი კვირა თქვენ ხართ, ერთი კვირა ვიღაც გოგო. მერე ისევ ერთი კვირა თქვენ ხართ, ერთი კვირა ვიღაც გოგო. ჩემამდე მე რამდენსაც ვრეკავ, შეტყობინებებს არ აგზავნით ეთყობა, ძალიან მიეჩვიეთ რა თქვენ. ყველა შეტყობინება იგზავნით. თქვენ ხო ესე ყველაფერს ჩვეულებრივ დონეზე დაკავთ მერე. მიეჩვევა თქვენი ის რა ქვია, ყური, თვალი და ტვინი და ჩვეულებრივ დონეზე დაკავთ. თითქოს არაფერი არ ხდება. არა და ამ დროს ჩვეულებრივი სისტემური დანაშაული მოხდა და ხდება. აგერ რეაგირებას პროკურატურის ცხელხაზს ურეკავ, რეაგირება არ ხდება. აგერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელხაზს ურეკავ, რეაგირება არ ხდება. მითიშავს ტელეფონს. საუბრებსაც ვიწერ.
რა თქმა უნდა სამომავლოდ გამომადგება საერთაშორისო იმეებში, რა ქვია, სამსახურებთან, სპეცსამსახურებთან. თქვენი სახელი მომახსენეთ პატივცემულო. გია შარიქაძე. გია შარიქაძე. როგორ მოხდა თქვენ სახელდაგვარც რომ ასახელებდა სხვები მალავენ რაღაც კოდური იმეებს 416, 403 და ესეთი იმეებით შემოიფარგლებიან და მალავენ. მე ბატონო მორეც მინდა საკეთებს. ხო, რავი, თქვენი თანამშრომელი გოგორუა, ოპერატორი 417-ო თუ რაღაც იმეებს მეუბნება ხო. თქვენ სახელს ასაჯაროებთ და რა ხდება? ანუ არ ვიცი თქვა ხო გითხარით არა? არა, თქვენ როგორ აგაქვთ წესი, მაგი მაინტერესებს უბრალოდ. თქვენი სახელის თქმის ვალდებულება გააქვთ? და ყოველთვის ვაბობ ჩემ გვარდა სახეს. იქ როგორა პროტოკოლში? არ ვიცი თქვა პროტოკოლი არ არის. განწეში, თქვენს განწეში. ანუ სახელი და გვარის თქმის უფლება გააქვთ? აბა ის გოგო რატომ იმალავს არ ვიცი ახლა იმ გოგოზე მე ხო ვერ გაგჩემთ. არა, თქვენი თანამშრომელია, ოპერატორი იგი. როგორ გინდა ახლა არ გინარი ხო სახელი და გვარი? არა, თქვენ როგორა კანონით მეთქი, ანუ ის გოგო ესე იგი მალავს შეგნებულად სახელგუალს. არაფერს არ მალავს. აბა ოპერატორი რაღაც ციფრებით ველაპარაკს. ნომერი და შეუძლია დაასახელოს ნომერი. სახელი გვარის უფლება არ აქვს? თქმის? შეუძლია დაასახელოს ნომერი. ვალდებულება აქვს თუ არ აქვს? არა, ვალდებულება არ აქვს, გვარი დასახელი დაასახელოს. თქვენ კეთილინება გამოიჩინეთ და დაასახელეთ? ბავშვია კეთილინება ვამბობ გვარდასახელს. და რა გინდათ ახლა რატო გიხარით მაგის თქმა გინდა? არა, ის გოგო რატო მალავს თქვენ არ დამალეთ მეთქი. არაფერი არ მალავს, კაცო სახელი და გვარი რატო დამალავს? მაგრამ არის ოპერატორი. რა ვიცი, და მალავს და ჩანაწერები. ეგუნებია იმას, მე რა ქნობს ახლა იმო. კაი, კი ბატონო, ნუ მაგას ახლა კი აქ არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ ამ ეტაპზე არა აქვს, ხო და ანუ ახლა რა მაინტერესებს, კი ბატონო, კაცო, სახელგვარზე ამ ხელა რეაქცია მოაყოლეთ და ტრანსნაციონალურ დანაშაულზე ის არა გაქვთ განცდა და გრძნობა და ეს ხო საერთაშორისო დანაშაულია. როგორ? მე მეუბნებოდი თამას, თქვენ რა გვასახელებთ, ის რა თუ არასახელებთ და არა, თუ ვალდებულება გაქვთ, მაგი გითხარით, უბრალოდ რომ გადამოცმების ემეთ უბრალოდ თუ არის ვალდებულება თქვა სახელი გვარი რატომ იმალავს ის გოგო? თუ არ არის ვალდებულება თქვენ რატომ მითხარით მეთქი სახელი გვარი თქვენს გეთქვათ ის რა ქვია კოდური რაღაცა ციფრები რა ვიცი როგორც ჩვევია თქვენ. ჩემ სახელი და გვარზე მე ვარ პასუხისმგებელი არა? კი ბატონო გასაგებია. კაი გავიგე მაგრამ აქ მთავარი არის ტრანსნაციონალური დანაშაული. მე ვარ დაზარალებული მეთქი უკვე მე-9 თვეა. რეაგირება არ ხდება, ლოგიკური შედეგი არ დაიდო. ანუ გამოძიება არ მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე. აგერ პროკურორი მეუბნება გინდა თუ არა ტრანზაქცია შენ განახორციელეო, როგორც პირველ ეტაპზე ისინი მაბრალებდნენ, რა ქვია, კომპანია. ხო და არასრულებს თუ მე განვახორციელე ის რა ქვია, ტრანზაქცია, მაშინ რატო არ დაასრულა გამოძიება? ხო და ანუ აი ესეთი რაღაცები ხდება და ეხლა ვრეკავ მე ვრეკავ პროკურორთანაც პროკურორი მართალია დღე შაბათია, მაგრამ მანამდეც ვრეკავდი იმ დღეებში იმალება პროკურორი. სამსახურეობრივი ნომერზე ვამბობ. ორივე სამსახურეობრივია მობილური. მართალია სამსახურეობრივი მობილურ ნომერზე დამბლოკა, ეს ჩვეულებრივი თვითნებობაა. მეორე, სამსახურეობრივი ქალაქის ნომერს არ პასუხობს. მესამე, ვრეკავ თბილისის პროკურატურის კანცელარიაში 10 დღე არავინ არ პასუხობს, 2 კვირაა. ვრეკავ თბილისის პროკურატურის კოორდინატორთან 10 დღეა თუ 2 კვირა არავინ არ პასუხობს. ვრეკავ გენერალური ინსპექციის აეკ პროკურატურის ეს ნინო კალანდიასთან, ვისაც დაეწერა როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, განცხადება უკვე მეორე თვე და სრულდება. არავინ არ პასუხობს 2 თვეა და ეს ყველაფერი არის მეანიშნებს კორუფციას, იგნორირებას, ანუ სამსახურეობრივი ანუ უფლებამოსილ, ანუ რეალურად, ანუ გაურბიან თავის სამსახურეობრივ ვალდებულებას. და მაშინ რა საჭიროა ეს ხალხი ვერ გავიგე, რატო არ რეაგირებს არავინ. აგერ ვრეკავ თქვენთან, რა ვერ გავიგე, აქ ბოლის გამოსაშვების ისა, ეს პორტალი, აქ გზა არის, ანუ უბრალოდ ადამიანები დაიხარჯონ და მე არ დავიხარჯები, მე მაინც იმას ვიზავ, ჩაწერას გავაგრძელებ, აგერ საუბარს გავაგრძელებ ამ სისტემურ დანაშაულზე და ბოლო-ბოლო მივიტან იმასთან, რა ქვია მე. რავი, პრემიერ-მინისტრთან.
თუ რავი პრემიერ-მინისტრიც ალბათ დიდი ალბათობით ჩართულია, იმიტომ რომ ერთი გისაა, რა ქვია, სისტემაა, ხო? ქართული ოცნების ერთი შექმნილი ერთი კრიმინალური ბანდფორმირების სისტემა. პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პარლამენტი, სახალხო დამცველმა აგერ დამბლოკა, როგორც Facebook-ზე, ისე ტელეფონზე, ისი უფლებაც არა აქვს. რეალურად ანუ ყველა ეს დისტანცი და ყველა გარბის იგნორირება ეს გონება ჩრუნგების შეზღუდულების ყველაზე საუკეთესო გზა არის იგნორირება. როგორ პატივცემულო? გასაგებია თქვა ეხლა უკვე ერთი და იგივე სიმაურებს. სახალხო დამცველმა რომ დამბლოკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მე გითხარით, მაგი არ მithქვია თქვენთვის. ეს ჩაწერის გულისთვის ვამბობ უბრალოდ, თორე როგორ ვიმეორებ, მაგი თქვენთვის ცნობილი არ იყო. ანუ იცოდით თქვენ? აი ერთი და იგივეს რომ ვიმეორებ დაუშვათ. თუ ერთი და იგივეს ვიმეორებ, მაგ შემთხვევაში რეაგირება რო არ ხდება მაგაზე, ეს განცდა არა გაქვთ, ანუ არ იმაშვებით, ანუ რეაქციას აკეთებთ ერთი და იგივეს ვიმეორებ თურმე, მაგრამ რეაქცია არა გაქვთ, რომ რეაგირება არ ხდება. სხვა ზარები შემოდის, რადგან და იმიტომ რომ ყავთ არა, სხვა ზარები როგორ ფიქრობთ ახლა ტრანსნაციონალურ დანაშაულის შესახებ ყოველდღე ესე რეკავეთ და სხვა ზარები შემოდის? ეხლა ნუ გვარგეთ ზარები შემოდის, არა, მე არ მინდა რომ ანუ ტრანსნაციონალური დანაშაული ესე ყოველდღიურ რეჟიმში ხდება საქართველოში, მაშინ დაღუპულა ეს ქვეყანა და ეს საქართველო რა. კი არის დაღუპული მთლიანად, მაგრამ ჩემ თემაში ანუ სხვასთანაც ესე რეაგირებთ? იგნორს უკეთებთ თუ ჩემზეა რაღაც ჩავსიაში ვარ პროკურატურიდან? ის უნდა დააწყოთ შეტყობინება და ეხლა სხვაგან რა ხდება? პატივცემულო, ჩემზე რეაგირება არ ხდება და მეუბნებით, აუ მოდი ისე სხვა გავატაროთო, როგორც ციხეში რო ვიჯექი მათ, კვდებოდი, ცუდად ვიყავი, სიკვდილის პირას ვიყავი და მოდიო კურტანიძეო, შენ ერთი და იგივეს ლაპარაკობ, მოდი სხვა გაატარეთო. აი ეს რა ლოგიკაა, ეს გონება ჩრუნგების ლოგიკაა თუ რა უბედურობა, მოდი სხვა პატიმრებს თავით კივაო და მე აქ თირკმელი მქონდა, კვდებოდი და სხვა პატიმარი გაატარე, სხვა პატიმარი თავით კივაო, მოდიო ანალოგიური ვიცეო. აი ეგაა ეს ნორმალური ლოგიკა? ანუ თურმე სხვები რეკავენ თურმე. მას აპირებთ თვითის. აბა გეუბნებით აგერ და რეაგირება არ ხდება მეთქი და რა ამბავია მას. გავიგე მე, მაგრამ რეაგირება რო არ ხდება, რამდენჯერ აქვით უკვე? 9-შერ ვიტყვი თუ არ მოხდება და გავაგრძელებ ესე. სულ ყოველთვის რომ რეაგირება არ ხდება. რა გიცხრათ ეხლა? თქვენ ვალდებულება გაქვს, ის უნდა მითხრა კი არა და გააკეთოთ, კაცო, თქვენი ვალდებულება შეასრულოთ. ჩემი ვალდებულება ის არის რომ შეტყობინება მივიღო და გადავწე. მე სადაა შეტყობინება? აბა პასუხი სადაა? რამდენჯერ ვეკავ? არა, მომისმინეთ ეხლა თქვენ სხვაგან წახვედით. პასუხი არ არის ჩემი ვალდებულება, ჩემი ვალდებულება ადამიანის არის ის რომ მივიღო შეტყობინება და გადავწე. აი ეს არის ჩემი ვალდებულება. ხო და სადაა მე, კაცო, მე რა ვიცი, თქვენ ახლა აკეთებთ, აბა სადაა მანახი, აბა. გამხადები შემოხვიდეს და ამ დროს დავრეკე და არ გაატარო ოპერატორმა მეტი რა გიცხრათ ეხლა ვერ გავიგე. ხო და რატო თვითნებობთ მეთქი? მაგას გეუბნებ მთელი პროკურატურა, ისინი არიან რა ქვია თავადი შვილები გონიათ, თავები თუ ფეოდალები გონიათ თუ ვინე ბატონები გონიათ თავი. თქვენი ჩანაწერები რამდენჯერა გაქვთ ერთი და იგივე სიტყვა დამეორებული. რეაგირება არ ხდება და ერთი და იგივეს ვიტყვი რეაგირება როცა ახალი რა მოთხრობას წერთ მან ვერ გავიგე. მოთხრობას წერთ თუ ისა რა ქვია მიზანია თქვენი რომ ადამიანი ესე აწვალოთ რეაგირება არ მოახდინოთ და მე უთხრათ აი ერთი და იგივეს ამბობ. რა ერთი ტრანსნაციონალური მკვლელობა მოხდა. ერთი და იგივე მკვლელობა მოხდა. მკვლელობა რომ მოხდება და ადამიანი გეუბნება მკვლელობა მოხდა და პროკურატურა რეაგირებას არ ახდენს. აბა იქ მე ახალი უნდა მოიფიქროს რამე ვინმე? თუ რას მეუბნები მაგდა? ლოგიკა ხო უნდა არსებობდეს. 12 წუთია ლაპარაკობ. 12 კი არა. სულ ყოველთვის ვილაპარაკებ 9 თვეა, აგერ რეკავ და რეაგირებას არ ახდენ. 9 თვეა, 9 თვე რეაგირებას არ ახდენ. 12 წუთი კი არა. ვითხოვ რეაგირებას, კაცო, რას გვია გაჩუმდებით? რეაგირებას ვითხოვ, სად გზავნით, აბა მითხარით. კაი, შევცვლია, სად გზავნით? აი, მაგეთ რამდენჯერმე გითხარით. ელექტრონულად ეგზანება შესაბამის დეპარტამენტებში. აი ხა მე რომ ლაპარაკობ ხოლმე თქვენ შემცველთან. ირსება ტექსტი გამოსულებინეთ. თქვენ შემცველთან რომ ლაპარაკობ ხოლმე ისინი მეუბნებიან რომ გენ ინსპექციაში გზავნითო. თქვენ არასახელებთ სად გზავნით. ეგ როგორ გავიგო? როგორ უნდა გაიგოს და როგორ ელექტრონულად ირსება ტექსტი და ელექტრონულად უგოსორად ეგზავნება თავის ჩანაწერებთან ერთად.
იგზავნება ყველას. სად იგზავნება, სად კონკრეტულად? დეპარტამენტებია 4-ია, გენერალური ვისი დეპარტამენტია, ვისი გენერალური ინსპექციაა? დეპარტამენტი არის სხვადასხვა სახელწოდების დეპარტამენტებია და გენერალური ინსპექცია არის გენერალური ინსპექცია. ხო და ანუ გენერალურ ინსპექციაში არ იგზავნება? ყველგან იგზავნება, ყველგან, მარტო ეგგან არა, ყველგან. მე არავინ არ რეაგირებს და რა უბედურობაა გამაგებინებთ. ჩემ ხმოვანს უსმენენ? არ რეაგირება, არ ხდება, კაცო, ჩემი ტელეფონის ნომერი, განცხადებ ტელეფონის ნომერი გითხრათ თუ იწერება მან. მე არავინ მიკავშირდება, უკუკავშირს ვერ ხედავ. ტელეფონის ნომერი. როგორ? როგორ არის წერება ტელეფონის ნომერი? ხო და უკუკავშირს ვერ ხედავ, ამდენი ხანია მიმოწერა მაქვს, ტელეფონზე საუბრები მაქვს. უკუკავშირი ხო უნდა იყოს, კაცო? კედელს ხო არ ველაპარაკები, ხო? ან თემაზე ხო ვლაპარაკობ, მნიშვნელოვან თემაზე, ხო? რამეს ხო არ ვიგონებ, ხო? დაზარალებული რო ვარ, ხო არ ვიგონებ, აგერ სტატუსი მაქვს, საქმის ნომერი გითხრათ. რეაგირება არ ხდება. სახელმწიფო გამძარცვა. პროკურატურა რო გამოდის ტელევიზორში და უი ტრანსნაციონალური დანაშაული გავხსენიო და ელისო კილაძე დავიჭირეო. მე მანამდე რომ მიმართავდი, რატო რეაგირებას არ ახდენს? ეს ტრანსნაციონალური დანაშაული არაა თუ ფულს აქვს მნიშვნელობა? $8,000 გადაურიცხავ ტერორისტებს თუ რა ქვია, $9 მილიონ მაგას მნიშვნელობა აქვს? ტერორისტები $8,000 ვერ იყიდიან დეტონატორს? ან პედოფილების ორგანიზაცია? ან ნარკოტიკები და ადამიანთა ვაჭრობაში ვერ გამოიყენებენ $8,000 და $100,000 უფრო გამოიყენებენ? რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ტერორისტებთან ურთიერთობა ნებისმიერ იმაში ვითარებაში ისაა, ხო, დანაშაულია, ხო? და აგერ ფაქტია და ამაზე რეაგირებას არ ახდენს, ვერ გავიგე პროკურატურა. და აგერ პირდაპირ ხალი მეუბნება პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი პირდაპირ ხელს მადებს კურტანიძე, შენ გაიტანეო დაზარალებული თვითონ რომ მომცა სტატუსი და მე მეუბნება ესე თიცმადებს რომ შენი გაკეთებული ტრანზაქციაო და საქმეს არ წყვიტავს ისევ დაზარალებული სტატუსი მაქვს. და მით უმეტეს საქმის მასალების მიხედვით პირდაპირ მტკიცდება რომ ტრანზაქცია მოხდა არაავტორიზებული გზით, უსაფრთხოების წესების გვერდისავლით. ყველაფერი ჩანაწერები მაქვს, აგერ ჩვენებები მაქვს, ყველაფერი მაქვს, რეაგირება რატო არ ხდება? პირიქით პროკურატურა გამოძიება ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს. გეკითხებით, აბა, მოგმართეთ აგერ წერილობით მოგმართეთ, როგორ მოვიდე სხვანაირად. ანუ ძალაუფლება ჩაიგდეთ ხელში და всё, ესე ბიუჯეტს მიაჯექით და всё დამთავრდა, როგორც გინდა საქმეს. ანუ ისა არა პალაჟენია გაქვს დაყენებული. ამის საქმეს განვიხილავ, ამის საქმეს არ განვიხილავ, თუ როგორაა ვერ გავიგე. ალო. ანუ ესე იგი კიდიათ ხო თქვენც, ხო? მომშვიდეთ რა. 15 წუთს მეტია საუბრობთ უკვე. იმეორებთ ერთი და იგივე სიტყვებს. გავიგეთ გეუბნებით და თქვენ კიდე ჟარგონით უგრძელობთ კიდია, არავის არაფერი არ კიდია რა. ქმედებაში აუცილებელი კი არა, ჩემამდე უკუკავშირი არა ამეთი. უკუკავშირი არა, პატივცემულო, უკუკავშირი, მე ხო გელაპარაკე. მე დააფიქსირეთ რომ უკუკავშირი არა, რეაგირება მინდა მე, რეაგირება. მე მოქალაქე ვარ საქართველოს. საქართველოს მოქალაქე ვარ, საქართველოს მოქალაქე. და მე სახელმწიფოს ვალდებულება აქვს ჩემთან, ვალდებულება. მე სადაა ეს ვალდებულება, რატო არ სრულდება? რატო არ სრულდება ვალდებულება, გეკითხებით, კაცო? მე გამძარცვეთ, მე. თქვენ რო გაგძარცვონ, ხო შეყრით დედამიწას, კაცო? ტელევიზიებს ხო ააკოთებთ, თქვენ რო ვინმე გამძარცვოთ? რა სიზამთ ხო გადააყოლებთ ნახევარ საქართველოს, კაცო? ხო 2 დღეს 2 წელი იტრიალებს თქვენი ისინი, რა ქვია. მე ტელევიზიასთან ვინმე მიშვეებს, ა? ერთი სისტემა გაქვს შექმნილი ყველგან. ერთი სისტემა გაქვს შექმნილი, ერთი სისტემა, რეაგირებას არ ახდენთ. იმიტომ რომ თქვენ ხართ რეკეტიორები, თქვენ ხართ მომპარავები, თქვენ მომპარეთ, და იმიტომ. შეურაცხყოფა გარ თქვენ სისტემა, დანაშაულებრივი სისტემა ჩამოიქცევა და დაემხობა.